სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დღეს რეორგანიზაციის თაობაზე გუბერნატორის განკარგულება მიიღეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96, 97, 100 და 119 მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის 300 დადგენილების მიხედვით სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია 2014 წლის 29 იანვრამდე განხორციელდება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული განკარგულება გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოხელე მიიღო, იგი დღესვე შენობის თვალსაჩინო ადგილზე გამოიკრა. გუბერნატორი კანონმდებლობით უფლებამოსილია დანიშნოს თავისი მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები. განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელი. გიორგი ანტყულაძის თქმით, მთავარია არ დაირღვეს საქართველოს შრომის კოდექსი და კანონის საჯარო სამსახურის შესახებ. შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე აკაკი მაჭუტაძე მიმდინარე წლის 12 დეკემბერს დაინიშნა. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება უმტკივნეულოდ იქნება ეს კიდევ ერთხელ ვიძახი, ახალი დებულება 300 აქედან გამომდინარე რეორგანიზაცია გარდაუვალია და ის ღირსეული კადრები, ვინც ამ სამსახურში აქ დამხდნენ უფროსწორად, იქნება ყველა შენარჩუნებული. გუბერნიის აპარატიც ეს იგივე საჯარო სამსახურია. გარკვეულწილად თანამშრომლებისგან თავისუფლებაც შესაძლებელია ისევ საქართველოს შემოქმედი კანონმდებლობის კერძოდ საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად და აქედან გამომდინარე გუბერნატორს სრული უფლება აქვს დაუშვათ შეცვალოს თანამშრომლები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ ორი კანონის საჯარო სამსახურის და საქართველოს შრომის კოდექსის დარღვევა.